დღეს ჩვენ აშენებულ სახლებს გთავაზობთ, რომელიც არის 500 კვადრატული მიწის ფართობზე აშენებული 350 კვადრატული სახლი, რომელსაც აქვს ტერასა და ასევე დიდი სარდაფი. უკანა ეზოში გვაქვს აუზი ბარბეკიუსთვის გამოყოფილი სივრცე. სახლი სრულიად დამთავრებულია როგორც ეზო, ასევე შიდა მდგომარეობა გვაქვს მწვანე კარკასის მდგომარეობით. მინდა მთლიანად დაგათვალიერებინოთ სახლი. სარდაფში როგორც შიგნიდან, ასევე ჩავდივართ გარედან მხრიდან. ხოლო ეზოს ორი დონე გვაქვს ამ სახლში, სადაც მეორე დონეზე მოცემულია აუზი და ასევე გამოყოფილი ბარბეკიუსთვის ზონა, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ფანჩატური. ესეთი აუზი, ესეთი ლამაზი ხედი აქვს ამ სახლს უკნიდან. ხარისხი არის უმაღლესი, ფასიც კი შესაბამისია. ვინც იცით ამ ტერიტორიებზე რა ღირს სახლი და დღეს რა ჯდება სახლის აშენება, დაინტერესებული პირები დამიკავშირდით აუცილებლად შიგნიდანაც დაგათვალიერებინებთ რამოდენიმე ოთახს. სიმშვიდეზე არაფერს არ ვიძახი, რადგან გესმით მე მგონი ეს ჩიტების ჭიკჭიკი, ეს ბუნება, ესეთ მშვიდ და წყნარ ადგილას ცხოვრება, კერძო სახლში მე მგონი ყოველთვის საოცნებოა. შემოვდივართ და გვაქვს დიდი მისაღები. სლაიდური ალუმინის კარფანჯრები გვაქვს გამოყენებული, ასევე ცენტრალური გათბობის სისტემა მთლიანად დაქცეულია, ელექტროობა მორჩენილია. იატაკს ხედავთ, რომ პირდაპირ შეგიძლიათ უკვე დაგებად დაიწყოთ ან ლამინატის, ან გრანიტის. ეს არის სამზარეულო. სამზარეულოდან გავდივართ უკანა ეზოში. ეს არის ერთი საძინებელი და ერთი სველი წერტილი პირველ სართულზე. აქედან ჩავდივართ სარდაფში, როგორც გარედან მხრიდან გვაქვს ჩასასვლელი, ასევე დავდივართ მეორე სართულზე. მეორე სართულზე გვაქვს 4 საძინებელი. მათ შორის არის ერთ-ერთი მასტერი, რომელსაც ეხლა ხედავთ კადრებში. აქაც ალუმინის კარფანჯრებია გამოყენებული. ორივე მხარეს აქვს აივანი და ყველა ოთახი გადის აივანზე. ესეც მეორე საძინებელი. საკმაოდ დიდი საძინებლებია, არ არის პატარა. ეს მეორე სართულზე ერთი სველი წერტილი და ესეც მეოთხე საძინებელი მეორე სართულზე. ეხლა ტერასაზე ასასვლელს გაჩვენებთ. ესეც კიდე უკანა საძინებლიდან უყურებს უკანა ეზოს. აი ესეთ მშვიდ და წყნარ ადგილას გთავაზობთ ჩვენ აშენებულებს სახლს. ხარისხი მაღალია, ფასიც შესაბამისი. დეტალებზე დაინტერესებული პირები დამიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ.